გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 3 მარტია, დედის დღეა. და ყველა დედას მიულოცო დღევანდელი დღე. ვინც დედა არ არის და დედა ყავს, ასევე ყველაფერი დედიდან არის შექმნილი და მიულოცო ეს ყველაფერი. და დღეს ნამდვილად მქონდა სურვილი და გეგმაშიც მქონდა მე და ბატონ შალვას ცოტა განსხვავებული ვიდეო გაგვეკეთებია, რომელიც ქართველი დედის, ქართლის დედის როლთან დაკავშირებით და ამ საქმეზე იქნებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით იქნებოდა, მაგრამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნაკლებად აინტერესებს ახლა ეს ვინმეს და საერთოდ ფეხებზე კიდიათ. საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც მალე მშობელი 1 და მშობელი 2 შემოღვებაზე აღარ ქონდათ პრობლემა და LGBT პრაიდებით და ავიცი განვითარება, უკნიდან განვითარებაზე მიდიოდნენ და ახლა სიმართლე გითხრათ, ისედაც ნაკლებად აინტერესებდა ხალხს ეს და ახლა ამ ომის ფონზე, რომელიც მართლა მსოფლიო მოვლენა არის, ნაკლებად ადარდებს ვინმეს ეს საკითხი და ამიტომ ანც ბატონი შალვა ვერაათლად კარგად ამდენი ფიქრიდან და დარდიდან კაცი ნერვიულობს და გადავდებით, ამიტომ მომავალში ვეცდებით რომ გავაკეთოთ. ანამდე კი მოუბრუნდეთ ისევე იმ უბედურებას, რა უბედურებაც ჩვენს რეგიონში ტრიალებს, აქვე 250 კილომეტრია დაახლოებით. საჰაერო მეტი კი არა. ირანთან და სადაც უკვე ბირთვული ბომბის გამოყენებაზე არის საუბარი და ბირთვული რეაქტორები იბომბება და 1000 უბედურება ხდება. და ჩვენ თლათ მშვიდად ყოფნის მიზეზი არ აგვაქვს. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენგან ამ ომში რაიმე ჯერ საერთოდ ჩვენგან ჩვენი თავის ბედიღბალი არ არის დამოკიდებული და მით უმეტეს ამ ომში, რომელიც მართლა გაახელიებს კაცობრიობას თვალებს, რადგან ამდენი ხანი საუბარი ჰქონდა და არავის არ ეჯერა და არ აინტერესებდა. ჩვენგან საერთოდ არაფერი არა დამოკიდებული, გარდა ერთი რამისა, ჩვენი უსაფრთხოება შევინარჩუნოთ. გარდა ერთი რამისა, რომ ჩვენ ქვეყანას როგორ მივხედოთ და მოუაროთ ამ უბედურების პერიოდში და არავისთან არაფერში ომში ცხვირი არ გავყოთ. ცხვირი არ გავყოთ. გენაცვალეთ, გაგცემთ ყველა კითხვებზე პასუხს. დღეს საღამოს ვექნება ვრცლად YouTube-ის სახზე ტრანსლაცია და დეტალურად დანარჩენ კითხვებს შემდეგ უპასუხებ. ხო, თუ არა არავინ ირანი ცერემონიას რო არავის არ უკეთებს, ძალიან კარგად ჩანს. და ამას მხოლოდ და მხოლოდ დებილი და ავადი მყოფი ვერ გაიგებდა. თუმცა პრინციპში იმასაც უნდა გაიგო, იმიტომ რომ ვაიმე ამერიკელები დაიღუპნენ? ვაიმე იგლები ჩამოაგდეს? ვაიმე ეს რა ხდება? ვაიმე ბრიტანეთის ბაზა დაბომბეს? ვაიმე საფრანგეთის ბაზა დაბომბეს? ვაიმე კვიპროსამდე მოაღწია? ვაიმე ეს რა ხდება? ამერიკული გემებმა დაიხიეს უკან და საერთოდ იქ რა ამბავია, არ ვიცი რა. ამას დებილიც უნდა ხდებოდეს, ავადმყოფი, ჩამოყალიბებული. დებილი როა ისიც უნდა ხდებოდეს. მაგრამ არა, არ უნდათ მიხვედრა ამ ყველაფრის. ამიტომ ომი თვითონ ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილზე. ძალიან ლამაზად და კოხტად საერთოდ კაცობრიობის და ბუნების წესი არის, როდესაც რაღაცა ძალიან გაირყნება, ძალიან გათახსირდება და რაღაცა იმპერია ნგრევის მომენტზე, როდესაც დადგება, მაგ მომენტში დიდი ომი ხდება, დიდი სისხლის ღრა ხდება და აი ეს გარყვნილების და აკოთების მდგომარეობა, რომელიც მარტო ფულის დაგროვებით და გარყვნილების ცხოვრების წესით არის გადაქცეული, შემდეგ დაინგრევა, ამან დაანგრია ძველი საბერძნეთი, ამან დაანგრია ძველი რომი. ერთ დროს ირანიც ამან დაანგრია. ძალიან ბევრი ქვეყნები ასე
გაიხსნა და გაჩათლახდა საბჭოთა ელიტაც და ძალიან ხშირ შემთხვევაში ისტორიას 100%-იანად გააჩნია გამეორების ესა რა ქვია შანსი. ამიტომ ის რაც დღეს ხდება უკვე ყველა ლაპარაკობს სოფლიოში რომ ეს იქნება დასავლური იმპერიის ჩამავალი მზე აღმოსავლეთში. ახლა რა თქმა უნდა ეს არავის არ ადარდებს იმიტომ რომ გაცნობიერებული არ აქვს ესენი გაიცნობიერებენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ რომ გრანტი ვეღარ დაუჯდებათ ანგარიშზე ზოგიერთი დედამოწმული სადაც გაძღარო სამშობლოც იქ გონია იქაც რომ ტრაქში პანჩურს ამოაგდებენ ჩამოთრეულო ემიგრანტო აქ ჩვენს ხარჯზე რო გინდაო ცხოვრებაო და ტყილაო ჭამსვამ და არაფერს არ ქნიო და მარტო შენი ძახილი ამერიკა კაი არავის არ ჭირდებაო გამოგაგდებენ აი მე გაახელთ თვალებს ბარეული და მე გაგახსენდებათ რომ არსებობს ასეთი ქვეყანა რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ თქვენი სამშობლოა სამწუხაროდ რომელსაც საქართველო ქვია და ერთი კარგი ფილმი არის ძველია რა ცოტა ისეთი მაგრამ ძალიან მრავლისმთქმელი არის პარიზი თბილისი იქ არის მე მომენტი რომ მოდიო ამ რკინიგზაზეო დავადგეთო ფეხით რო გადაწყვეტენ ბოლო წასვლას საქართველოში და საქართველოში ხო ჩაგვიყვანსო ეს რაც შეეხება ჩვენს გამოსირებულ ჯოგნახის ეხლა რაც შეეხება აი ამ საკითხს მე მინდა ვთქვა რომ არ ვიცი ვინ როგორ უყურებს ამ ყველაფერს ომი არის რენტგენი ომი ახდენს ყველაფრის შემოწმებას აბსოლუტურად ყველა სფეროს ყველა სპექტრის დაწყებული ეროვნული იდეოლოგიით თუ ადამიანებს რა დონეზე უყვართ თავისი ქვეყანა როგორ უღირთ თავისი ღირებულებები რა ფასი აქვს მათთვის თავისუფლებას რა ფასი აქვს მათთვის თავისივე ერის მაიდენტიფიცირებელ ეთნოფსიქოლოგიას და ტრადიციას და ტრადიციული ცხოვრების წესს ასევე დამთავრებული როგორც ეროვნული მეცნიერებით ასევე რა ვიცი აბა სიმართლე გითხრათ პარკინგზე როგორ გაანაწილებს სტაიანში კი ასე რომ ვთქვათ მანქანებს იმითაც კი ყველაფერი მოწმდება და ბევრი რამითაა დამოკიდებული ამიტომ დღესდღეობით ყველა ქვეყანა რომელიც არის ჩართული ამ ომში პირველ რიგში ირანი და ასევე ყველა ქვეყანა რომელიც დაკავებულია მეტნაკლებად აბსოლუტურად ყველა ქვეყანა გადის აი ამ რენტგენს მე მინდა გითხრათ აი ადამიანურად მინდა გითხრათ ბჭო გადადევით რა ეს ყველაფერი გვერდზე კარგი ვინა ცუდი ვინა თეთრი ვინა შავი ვინა შეხედეთ ამას ობიექტური თვალით ქვეყანას რომელიც ამდენი ხანი სანქციებში ყავდათ ქვეყანას რომელსაც არაერთხელ ბენდნენ ჭამდნენ სისწოდნენ მეცნიერებს უკლავდნენ დივერსიებს უწყობდნენ ტერორისტულ აქტებს სამხედროებს მაგაცას 1000 პროვოკაციას უწყობდნენ შიდა გადატრიალებით ეხლა უკვე ღიად თავს არის დასხმული ამ ხელა მსოფლიოს ყველაზე დიდი უზარმაზარის სახელმწიფო შეიარაღების თვალსაზრისით ასევე მისი კუდი და ყველაზე მეტი ჩათალახობით და პოდლობით ცნობილი ისრაელი ასევე მთელი დასავლური ბანაკი პირდაპირ თუ არა ირიბად არის ჩართული ამ ყველაფერში არა მარტო დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებით ჭურვებით იარაღით რა ვიცი ბაზების დათმობით და ასე შემდეგ და ზოგიერთი კიდე ახლა ემზადება რომ ჩაერთოს ამ ყველაფერში და ამ დროს მინდა შეხედოთ თქვენ ირანს ხო ნუ ტრამპი იმასაც ამბობს რომ ირანს შეერთებული შტატების განადგურება უნდოდა და ატომური ბომბს ქმნიდა და მსგავსი რაღაცები ის თუ გჯერათ მაგის დაიჯერეთ რა ახლა კლოუნი რა სიტყვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მეთუმეტეს ომის დროს და შეხედეთ ამ ყველაფრის ფონზე ირანს სახელმწიფოს ამ მდგომარეობაში ყოფნით და შეხედეთ ირანულ საზოგადოებას და შეხედეთ ირანის სახელმწიფო და იდეოლოგიურ აპარატს და სისტემას რომელსაც მოუკლეს სულიერი ლიდერები რომელსაც გაუნადგურეს სამეთაურო რგოლი
რომელსაც აყენებენ ყოველ დღე ასობით დარტყმას და ნახეთ როგორ პასუხობს. როგორ პასუხობს ერთი ქვეყანა ყველა მიმართულებით და რა ხდება ირანში. თქვენ დღეს შეგეძლოთ გენახათ იმ 160 ბავშვის დასაფლავება, რომელიც დემოკრატიული ბომბებით დახოცეს ტრაკიდან განათლებულებმა და შეგეძლოთ გენახათ თეირანის ცენტრში დაბომბების პარალელურად 10,000-ობით შეკრებილი ადამიანი, რომლებსაც არანაირი შიშის განცდა არ ჰქონდათ იმისი, რომ შეიძლება ერთი ბომბი აქაც ჩამოარნილიყო და იქაც ემსხვერპლა ხალხი. როგორ შეიძლება, რომ ასეთი ვაშკაცურად მდგარი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის თუნდაც მოსისხლემტერი იყოს, როგორც საზოგადოების მიმართ პატივისცემა არ გაგიჩნდეს. როგორ შეიძლება რომ ამის პატივისცემა არ გაგიჩნდეს და როგორ შეიძლება რომ არ თქვა რომ აი ამ კრიზისულ მომენტში, როდესაც სახელმწიფო სისტემა ასე მუშაობს, როცა საზოგადოება ასე შეკრულია და როცა ასე ებრძვის ამ ყველაფერს, როგორ შეიძლება რომ ამ სახელმწიფოს მომავალი არ კონდეს. აი როგორ შეიძლება რომ აი მოსისხლემტერი იყოს თუნდაც თქვენ აი ობიექტურობით შევხედოთ. და ის რომ ტრამპა განაცხადა უნდათო მოლაპარაკება, მაგრამ ახლა გვიანაო ეს პირიქით არის, თვითონ უნდა მოლაპარაკება, თვითონ უნდა გამოძრომა ამ ყველაფრიდან. როგორ რანაირად ამაზე ტექნიკურად სამხედრო საკითხებზე ვიდეო ტრანსლაციაში დაგელაპარაკებით ჩემს YouTube ტრანსლაციაზე დღეს ღამით, მაგრამ მანამდე მინდა უბრალოდ აი ამ თემატიკას შევეხო. აი ეს არის ეროვნული იდეოლოგიის სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეოლოგიის გაერთიანება და შეკრა საზოგადოების და ამით მართლობა ერის. რომელსაც შეუძლია მთელ მსოფლიოს გაუწიოს წინააღმდეგობა. ხო ახლა მაგი არ აინტერესებს ჯიჰად გამოცხადებული ხალხი რომ მოლაპარაკებას არ შეთავაზებენ, მაგი არავის არ აინტერესებს. ხო და აი ამის თქმა მინდა, იცით? აი ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს, ხო? აი ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს, სოფიკო? ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს, იცი? მე ადამიანურად გეტყვით რა. ბიჭო, ჩვენ გვჭირს გადაგვარება, საერთოდ გადაგვარება საქართველოში, გახრწნა გადაგვარება და აყროლება. აი აყროლება დაწყებული სასულიერო პირების თამადობით დამთავრებული ემეთი, რა ქვია. ეროვნული ყვეროვნულებით და თუნდაც რიგითი ხალხით. აი თუნდაც რიგითი ხალხით. მასას. აი ეს ჭირს საქართველოს. გახრწნა, გადაგვარება, გაჩათალახება, ფულზე, კაი ცხოვრებაზე გადასვლა და სულ ფეხებზე დაკიდება, მხოლოდ და მხოლოდ სუფრაზე სალაპარაკო და ზოგს უკვე იმაზე საუბარი უტყდება. როდესაც ქართველი ქალი დღეს დედის დღე არის, ქართველი ქალი ქუჩაში გამოვა და რუსთაველზე დაიწყებს წივილს ჩემი ფუჩუ, ჩემი არჩევანი. როდესაც ქართველი კაცი ქუჩაში გამოვა, ბოდიში და მე ტრაკის მიცემა მინდა და ამის უფლება მომეცით საჯაროდ. მეტი რა უნდა გჭირდეს. და როდესაც გამოვა მე ეს განათლებული სპექტრი ქვეყნიდან, განათლებული სპექტრი რო კითხოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა და დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ ქალთა კაცს შორის ქორწინება ეს დასაშვებია თუ არაა დასაშვები და მოვა აქ რა ქვია ისეთი განათლებული ხალხი, რომლებიც იტყვიან, რომ რა მოხდა მერე კაცო, ანანასლიშვილები და ესენი და ესენი მთელი სალიბერასტეთო ოჯახიო ისო რა ქვია ორ ადამიანს შორის კონტრაქტია და ამას სახელმწიფო ხელს ვერ შეუსვლისო. აი ეს გვჭირს. ის გვჭირს, რომ ცოლმა ქმარს ეჩხუბა და ცოლმა დარეკა და ქმარი დაიჭირეს და 60% ციხეების სავსეა. ის რომ ჩემი შვილი თუნდაც LGBT და მამათმავალი გამოვიდეს, იდარას ჩათლახი გადაგვარებული, მთავარია ბედნიერი იყოს. ხო. აი ეს გვჭირს. ეს გვჭირს, რომ სიყვარული არის სიყვარული და ეს გვჭირს. რომ სოროსის ფონდს და ამ გახრწნილ გადაგვარებულ და გადაჯიშებულ ხალხს ეპშტეინებში და მეპშტეინებში და ამ ებრაული იმის რა ქვია გადაგვარების ხალხს მივეცით საშუალება რომ
გაერყვნათ ჩვენი შვილები, გაერყვნათ ჩვენი შვილიშვილები, გაერყვნათ ქვეყანა, გადაეგვარებიათ ერი და ასე შემდეგ. აი ეს გვჭირს. ის გვჭირს, რომ საპატრიარქო გადაქცეული არის თავიდან ბოლომდე ისრაელის აგენტურის ბუნაგად, სადაც ღმერთის გარდა ყველაფერია დარჩენილი და ამოფარებული არიან დღემდე, რა ვიცი, არსებული პატრიარქის ავტორიტეტს, ვისთვის რა ავტორიტეტი აქვს, ეს კიდე ცალკე საკითხია და ეს საერთოდ უცოდინრობა მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის საერთოდ წარმოდგენის არ ქონა არა მარტო ხალხში, არამედ სასულიერო პირებში. აი ეს გვჭირს. და აი ახლა ესეთი საზოგადოება იომებს და ომს მოიგებს, როდესმე? რაც შეეხება ომს კიდე ომში სხვისი გლეხის გაჭირვებული შვილების დახოცვა და იქ გმირების გამორჩევა ზოგ-ზოგი ერთების განსაკუთრებით და ყვირილი იმაზე რა ქვია რომ რუსეთი ოკუპანტია გვახსოვდეს და სხვისი შვილის, სხვისი ოჯახის, სხვის ხარჯზე საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ერის ფეხქვეშ გადება, ოღონდ თვითონ მიიღონ გრანტი ჩაერიცხოს და ფეხებზე კიდია. და მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ. ის გვჭირს, რომ შემძვრალები არიან აქეთ ვითომ მეორე განსხვავებულად რომ მოაქვთ თავი ტრაქში ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც თვითონ იყო ერთ-ერთი სოროსი, რომელიც თვითონ იყო ერთ-ერთი გადამგვარებელი და რომელიც დღესაა თვითონ არქიფოსეთური. და ამახლა ამაზე ლოცულობენ, რომ ეს რაც ხდება ირანში ჩვენთან, აი ეს გვჭირს. ერმა დაკარგა საკუთარი იდენტობა თავისივე ქვეყანაში, დაკარგა საკუთარი ისტორია, დაკარგა საკუთარი აზროვნება და თავიდან ბოლომდე გახდა ვასალი და რა ვიცი, კოლონიის თვითკოლონიზება გააკეთა საკუთარი იმის. დედები, რომლებიც ეუბნებიან, ჩემი შვილი ჯარში რატო უნდა წავიდეს? ჩემმა შვილმა რატო უნდა იომოს? წავიდეს სხვმა შვილმა იომოს, არ და თვითონ ომი უნდა. აი ეს გვჭირს ქალბატონო სოფიკო. აი ეს გვჭირს. და როდესაც ეს არ გვჭირდა ქართველი კაცის ცხოვრების წესი და ქრისტიანული ცხოვრების წესი, როდესაც იყო იდენტური, დღეს რო ზოგ-ზოგი ერთებს უკვირს ირანი 15 და 16 ქვეყანას როგორ ეომება, 10 ჯერმეც სასწაულებს ახდენდა ქართველი ერი, თუნდაც პატარა ქართველი ერი, პატარა ქართველი ერიც იყო ამ მორალით და ამ ზნეობით და ამ შეგნებით აღზრდილი, მაგრამ დღეს ეს არავის არ უნდა. დღეს უნდა თანამედროვე, ტრაკის მიცემა, ჩათლახობა, სიყვარული არის სიყვარული, ასე აღზრდა, გაღწნა, გადაგვარება. ვიღაცა გაიქცა, გაძღა ამერიკაში, სამშობლო იგონია დედამოწყმს, ვიღაცა ევროპაში გაძღა, სამშობლო იგონია და როდესაც ეუბნები ეს ასე არა, იმას გეუბნებიან შენ რო ხარ ევროპაში, რატო არა ხარ მისნაირი? მისნაირი დედამოწყმული რო არა ხარ, გამხდარი. თვითონ რო არის ტრაქში შემძვრალი ივანიშვილთან, შენ რატო არ უძვრები, რატო არა ხარ მადლიერი? თვითონ რო არის ისეთი, რატო არა ხარ ისეთი? რატო დაგრჩა კიდე რაღაც აზროვნების უნარი, როგორ ბედავ ეს უნარი შეგრჩა და ამას ლაპარაკობ კიდეც? ეს ხო რუსულია. მე სხვას არ ვეხები, ჩემ თავზე ვლაპარაკობ. და თუ შენ რაღაცა პრობლემები შეგექმნა, ეს არაფერია, კაცო. ხო და აი ეს გვჭირს. აი ეს გვჭირს. ამიტომ ფიქრი იმაზე, რომ იბერია გაბრწყინდება და საქართველო გაბრწყინდება და ესეთი ბოდოები, ეს არის მოგონილი როგორი ადამიანების, იცით? ადამიანებსაც, რომლებმაც ეს უბედურება შექმნეს ქვეყანაში და გამშეული, გაზვალტყავებული ხალხი როგორც სეთურის ბრბოს ჩამოუკიდებენ იმას ზარის შემოსარეკს, შემომრეკავს იმ ყრუმუნჯს, იმაში იმედად რო აქვთ, აი ასე დაუკიდეს, კი? დაჯექით თქვენ, მიხედეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ თავს, ეროვნულ პრობლემაზე ხმა არ მოიღოთ, წადით, იშოვეთ, გაძეხით, დაივსეთ ჯიბეები, სხვა მაკეთოს, სხვისი ხელით გველის დაჭერა მოინდომეთ და სხვა მიომოს, სხვა მიშროს, სხვანა მოიღოს უსამართლობაზე ხმა, ყველაფერზე და გაბწყინდება იბერია. მე თქვენი დებილი დედა შევეცი, მე ვინც ასე ფიქრობ და აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ამ პოლიტიკაში არის გარეული, ყველა ასე ფიქრობს. უსაშველო რო გჭირს, ახლა გაიგეთ ქალბატონო დაჯი? თქვენ ირგვლივ მოიხედეთ, ერთი და რამდენ სახელმწიფოებრივად და ეროვნულად და ქრისტიანულად მოაზროვნე ადამიანებს დაინახავთ. მე მითხარით.
და ასეთმა ხალხმა თუ დაიწყო სადმე შეკრება რაღაც იდეის ირგვლივ რაღაც ფიქრის მხრივ 1000 უბედურება და ასე შემდეგ. ხო, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრი თუ ვინმე საინტერესებს, საქართველოს როგორც სახელმწიფო არ არსებობს მართალია, მაგრამ ერი არსებობს და ეს ერი თავიანთი დიდი წინაპრების სისხლის ღვრით და 1000 უბედურებით ქრისტიანობის გამო და რწმენის გამო იმდენი არის დაღვრილი, იმ მათი ნაღვაწი სისხლით დგას დღეს დღევანდელი საქართველოს და დღევანდელი ქართველობის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არის ბიონაგავი, ეს არის გასაწყვეტი მასა, რომელიც აი იმ დიდი წინაპრების შთამომავალია, მარტო ამითაა სირცხვილი. საშველი და გამოსავალზე მილიონჯერ მithქვია, საშველი და გამოსავალი ის არის, რომ საქართველოში ჩატარდეს ჭეშმარიტი რუის ურბნისის კრება, მოხდეს გაწმენდა საპატრიარქოსი, გამოცხადდეს ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგია სახელმწიფო რელიგიად, მოხდეს ქართული მმართველობის დაშვება და იქნას აღზრდილი ადამიანები ეროვნული ქრისტიანული აზროვნებით და ეროვნული ტრადიციით. აი ესა ერთადერთი გამოსავალი, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ხო. როგორ მოახერხა ირანმა ეს ყველაფერი? ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ვიღაცა ძალიან გიждდება. მე ვიტყვი იმას, რომ მოწონება არ მოწონებაზე არაა საქმე, იმას რასაც ახლო აღმოსავლეთი ქვია, იმას რასაც ირანი ქვია, იმას რასაც მისი სამეზობლო ქვია, იმას რასაც იმ ქვეყნის წარსული ქვია, ეს მმართველობა იყო ერთადერთი და სწორი მმართველობა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შეენარჩუნებინა რამენაირად თავისი დამოუკიდებელი თავისუფალი სახელმწიფო, რომ სადაც სახელმწიფო იქნება თავისი ეროვნული ქონების და სიმდიდრეების მფლობელი, სადაც ის არ გაუწვევა ფეხქვეშ არც ინგლისელებს, არც ამერიკელებს, არც რუსებს, არც ჩინელებს იმის გამო, რომ თავსაკუთარი ტყავი გადაერჩინოს და არ შეყობს ვინმეს უკანალში თავს. ეს გზა იყო და ეს სისტემა შეიქმნა. დღეს ცდილობენ ამ სისტემის დემონტაჟი გამოიწვიონ, მაგრამ სისტემა აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან ძლიერი. ძალიან ძლიერი და მისი დანგრევა შეუძლებელი. მე გეტყვით ამას. გაიხსენეთ, ეხლა არ უნდა ვაკეთებდე მე ამ პროგნოზს. ვინ როგორ აღიქვამს, მაგრამ ჩემი დიდი აზრით და ჩემი იმ შეხედულებით, რასაც ვხედავ მე ირანულ საზოგადოებას, რასაც ვხედავ ირანს, რასაც ვხედავ ამ ომის, ეს ომი დასავლეთს უკვე წაგებული აქვს. უკვე წაგებული აქვს ეს ომი. არ ვიცი ახლა გამარჯვებაში რას ნიშნავთ, ირანი არც არასდროს აპირებდა მისულიყო და ის აეღო, რა ქვია, ვაშინგტონი აეღო, ლონდონი აეღო, ისა რა ქვია, შეჭრილიყო თუნდაც იერუსალიმში ჯარით და აეღო, მსგავს რაღაცებს ნამდვილად არ გიგმავდა და არ აპირებდა 200 წელია თავს არავის დასხვია. ირანის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, მას შეენარჩუნებია თავისი საზღვრები, რომელიც 200 წელიწადი არ შეცვლილა, თავის საზღვრებში ქონოდა თავისი სახელმწიფო და ეცხოვრა ისე როგორც თვლიდა სწორად და არა ისე როგორც თვლიდნენ მის გარეთ. აი ეს იყო ირანის ამოცანა, თუ ეს ყველაფერი დარჩება ასე და დიდი ალბათობით დარჩება, შეიძლება ჩათვალოთ, რომ დასავლეთმა ეს ომი წააგო. აღარა საქმე დანაკარგებით და მსგავსი რაღაცეებით არ ფასდება ომი. აი ეს არის. მე არ გამითახსირები ხართ ქალბატონო თქვენ და არ გამითახსირებია არც სხვა. ვინც ამ ცხოვრებით ცხოვრობს, ვისაც აქვს ასეთი შეხედულება, ვინც შავზე თეთრს ამბობს, ვინც საკუთარ ქვეყანას ასე ეკიდება და მე გამოვა და დაგიწყებს ჭკუის სწავლებას, უბრალოდ სიმართლეს იტყვი, გაიგე, და შემოგივარდება აქ და დაგიწყებს ისტორიის გახსენებას იმის გამო, რომ თურმე ირანი გეომებოდა შუა საუკუნეებში და თვითონ გამომძღარი არის სადღაც ამერიკელების დოლარებზე ფეხი-ფეხზეა გადადებული და იმას ვერ ხვდება, რომ ამერიკამ დედა მოუტყნა მის ქვეყანას თავიდან ბოლომდე, გაუთახსირა, გაურყნა, გადააგვარა და საერთოდ აზროვნება წაართვა და მონავასლად აქცია. და საერთოდ წაუშალა ეროვნული იდენტობა. ქართველობას კარგავთ, ხო იძახით. ხო იძახოდნენ ადრე 90-იანებში სასაცილოდ ხო იყო აგდებული. დაკარგულია ქართველობა. თქვენ ვისხედავთ ახლა. გადახედეთ უბრალოდ თაობა 90-იანის ქართველობა თუნდაც დღევანდელი ქართველობა. ამათ ხედავთ თქვენ ქართველობას? ამაში ადამიანობა აღარ დარჩა, ქართველობა კი არა. ხალხი კვდება, იხოცება და მისული არიან ტრაკს აგნევენ ირანის საელჩოსთან.
და ცეკვავენ და ვიცეკვეთო. ბომბები იყრება, ამდენი ადამიანი იღუპება და ეს ბოზები, ეს კახბაც არ ხვია ბიჭო. კახბას ფულს მიცემ, იხმარ კაცი და გაგშორდება. ესენი ვინც სიკვდილი არიან, მიჯანდაბები არიან. ასია ეს და ეს ამ წარი სიმართლე სირაქლემის პოზოს ჯობია ასე იყო. ამიტომ არ ეშველება ამ ქვეყანას. არ ეშველება, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა ეროვნული საქართველო, რომელიც არის ერთადერთი გადარჩენა, ჯანო, ქარჩავა არ ვიცი ახლა მე თუ მეუბნები ამას, მაგრამ არ ვიცი, იმედი მაქვს ძმალი ავლესოთ, შემთხვევითი შეცდომაა და ძს და ხუს შორის არ აქვს პრობლემა შენ შემოგე. ეხლა რა შეიძლება იქ აურ სიტუაცია. ძალიან რთულ დღეში არის ძალიან რთულ დღეში არის ამერიკა და მოკავშირეები. ამაზე მე დეტალურად ვისაუბრებ. ძალიან რთულ დღეში არის. YouTube-ზე შემობრძანდით ამ საღამოს და მე ხდება კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი. დღეს უბრალოდ ეს მინდოდა რომ მეთქვა. ირანის სამხედრო რესურსი, რომელიც ამათმა არ შეაფასეს, ვერ შეაფასეს, ვერ გათვალეს, არ გათვალეს, კატასტროფული შეცდომები დაუშვეს ამ ომის დაწყების წინ. ანადგურებს და მიწასთან ასწორებს მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ხმელეთზე არსებულ თუ ზღვაში არსებულ ახლოს რაც წდება ყველაფერს. ებრაელები იზოლებულები არიან, გამოიტანონ თავისი უკანასკნელი ესე რომ ვთქვათ, მარაგები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მარაგები, რომ რამენაირად შეაჩერონ ირანული რაკეტების დარტყმა. და იმაზე აღარაა საუბარი, რა ქვია, ახლო მეზობელ ქვეყნებზე ირანული რაკეტები და დრონები ისე დაფრინავენ, დუბაი იქნება თუ კუვეიტი იქნება თუ ბაჰრეინი იქნება თუ რა იქნება, როგორც საკუთარ სახლში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. და აკეთებენ თავის საქმეს. ამ ყველაფერში როგორც იყო მოსალოდნელი, ირანმა აამოძრავა თავისი ეგრეთ წოდებული პროქსი ძალა, მიძინებული ის კერები, რომელი კერებიც ბევრს განადგურებული ეგონა. და დღეს ისრაელი იზოლებული არის გამხდარი, ჩრდილოეთით ლიბანში შეიყვანოს ჯარები, დაიწყოს ომი, რაც ებრაელებისთვის ყველაზე მეტი სუსტი წერტილი არის. ამას ვამბობს ობიექტურობიდან გამომდინარე, არა იმიტომ რომ მაგათი სამხედროები დავამცირო ან შეურაცხყოფა მივაყენო, ომია, ეგრე არ არის, მაგრამ ფაქტია ისრაელის არმიის ძირითადი პლუსი და ძირითადი ესე რომ ვთქვათ ძლიერი მხარი არის საავიაციო მიმართულება, დარტყმების მიყენება და არა ბრძოლა ხმელეთზე. ეს ომებმა 10,000 ჯერ აჩვენა. მაგრამ იძულებული არიან დაიწყონ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ოპერაციები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ებრაელებს მოუწევთ ხმელეთზე პირისპირ ბრძოლა და პირისპირ ომი ირანის შენაერთებთან. ასევე ომი ითრევს დასავლეთის ქვეყნებს დღეს გამოვა ეს არ ვიცი გათხოვილი თუ ბებერ კაცზე გათხოვილი თუ ბებერი კაცის ქმარი მაკრონი და ნაციას მიმართვით რომ ეთყობა საფრანგეთის ბაზები იქნა დაბომბილი და საფრანგეთი უნდა ჩაერთოს ომში. მოლბათ ეს აკლიათ ფრანგებს ახლა სრული ბედნიერებისთვის. და ვნახოთ საკითხავი არის როგორ და რანაირად რა ფორმით მოხდება მათი ჩართვა. შარლ დე გოლი უკვე ბალტიის ზღვიდან მოხსნეს და მიყავთ ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის დასაცავად. ყველა ხვდება რომ ისრაელი შეიძლება ითვლიდეს ბოლო დღეებს. ამ ქვეყანას რო არ იცავდეს შეერთებული შტატები, ამ ქვეყანას რო არ იცავდეს საფრანგეთი, ამ ქვეყანას რო არ იცავდეს ბრიტანეთი, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რომ არ მოქმედებენ რეალურად არ მოქმედებენ არაბული სამყარო და რეალურად არაბული სამყარო ფულით არის გარიგებული ისრაელთან და სულ ფეხებზე კიდიათ ღაზა და უბედურება და ყველაფერი ისრაელი დიდი ხნის წინ ვერ იარსებებდა ამ რუკაზე და
იმასაც ვეთყვი ისრაელის ფანებს თუ ომმა მიიღო ის სახე, რომელიც სახეც რომელთაც ყველას გვაშინებდნენ, რომელთაც ყველას გვეუბნებოდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი იქნება, მესამე მსოფლიო ომი იქნება, მესამე მსოფლიო ომი იქნება და ეს მესამე მსოფლიო ომი მოახდენს რელიგიური ომი იქნება და რელიგიური ომი უკვე გამოცხადებული არის. ებრაელებს ვერ უშველით ვერც მისი ბირთვული ბომბები, რომლებიც გააჩნიათ, იმიტომ რომ ამით შესაძლებელი არის რამდენიმე ტაქტიკური ბირთვული ბომბებით რამდენიმე ათეული და ვთქვათ ასეული კვადრატული კილომეტრის განადგურება, მაგრამ იმ დემოგრაფიულ რესურსთან დაკავშირებით და იმ ყველაფერთან დაკავშირებით რაც ხმელათზე მოხდება, ვერანაირად ისრაელი თავს ვერ შეინარჩუნებს. და ვერ უშველით მაგათ ვერც ერთი ქვეყანა. მე ამას ვეუბნები, იმიტომ რომ ამას არ ვამბობ. მე ვამბობ, პირდაპირ ვამბობ, რომ ისრაელი ეს არის მუწუკი სახელმწიფო, რომელიც ყველაფერი უბედურების თავი და თავი არის, მან არ ისწავლა ჭკუა, მან ყველა უნდა გააუბედუროს იმისთვის, რომ თვითონ იყოს ბედნიერად და მას ნორმალური სახელმწიფოთ არსებობის საშუალება და სურვილი არ აქვს, ისევე როგორც იმ ებრაულ საზოგადოებას, რომლებიც ტაშს უკრავენ ნეთანიაჰუს. ამიტომ მოიტეხავენ კისერს. და ბიბლიაზე რომ მიდგა ახლა ლაპარაკი და ბიბლიაში რომ იქექება ბევრი და უკვე ამერიკელ სამხედროებს როგორც ვრცელდება ინფორმაცია დაეგზავნათ ეს რელიგიური თვალსაზრისით საკუთარი თავი ქრისტეს მეომრებად გამოაცხადონ არმაგედონის პერიოდი დგება. როდესაც ამ ხერხს თუ ეს მართალი არის, როდესაც ამ ხერხს მიმართავენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც საერთოდ უგულებელყოფენ რელიგიას და რელიგიური მოტივებით შეიარაღებული ძალების არსებობას, ეს აჩვენებს ისტერიკულ მდგომარეობას, რომ რაღაცა გააღვიძონ საარწმუნოებრივი მუხტი სამხედროებში საბრძოლოსული ასამაღლებლად. რაც შეეხება რეგიონს, რეგიონი ფაქტია, რომ თანდათან ერთვება დიდი მასშტაბის ომში და თუ ასე გაგრძელდა, მე შემეძლია გითხრათ, ერთი კვირის თავზე საერთოდ საშინელება იქნება ამ რეგიონში. საერთოდ საშინელება იქნება. გაიღვიძებს ყველა წყენა, რომელიც არასდროს არაა ახლო აღმოსავლეთში დავიწყებული. ყველა ერთმანეთის მტერი. არ ვიცი მე მართლა გვაინტერესებს შენი აზრი, აი 200. რა არ მოგწონს ჩვენ მთავრობაში, ჩვენი მთავრობის იმაშიო, რა ქვიაო, საქციელშიო, ბოლო პერიოდშიო, ბოლო წლების განმავლობაში. რა გაქვთ მოსაწონი? რა გაქვთ მოსაწონი? ყველა პატრიოტის მიმართ, ყველა ეროვნული ადამიანის მიმართ, ყველანაირი ეროვნული იდეოლოგიის მიმართ ზიზღის, სიზულვილის და მტრობის მეტი არაფერი გაქვთ გამოცხადებული. ის ყველაფერი ჩანაცვლებული გაქვთ ბიძინათი და ხართ დღემდე შესული იმაში წუპაკებთან ტლიკი-ტლიკინში და ამით გინდათ დააჯეროთ ხალხს, რომ თქვენ სიკეთისკენ მობრუნდით. ომში თუ არ ერთვებოდით, იმიტომ კი არა რომ ქართველიერი გეცოდებოდათ და საქართველოს საკუთარი ტრაკის გადასარჩენად არ ერთვებოდით. იმიტომ რომ ჯერ ერთი ომს ასე ვერ დაიწყებდა, თუ დაიწყა პირველი დედავისას მოეწყნებოდა, იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი. და თავის ირგვლივ არსებული წუპაკები, რომელიც წუპაკებიც ყავს. ხალხი რო გეზიზღებათ და საკუთარი ერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაქვთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ, პარტია რომ მიგაჩნიათ სამშობლოდ, აი რას ხედავ? რას ამადლით ხალხს ომში თუ არა ხარ ჩართული? ჩაერთვებოდით ომში და დედა მოგეტყნებოდათ ივანიშვილის თამადობით. ამადლეთ ხალხს კიდე ეს გადმოსვენების ფულს რო უხდით უწყოეთიდან 1000 რამე კიდე რა უნდა მომწონდეს? რა უნდა მომწონდეს ის რომ
აგე რა თქვენ ძმანა მეგობრის ალაბარის სასახლეები რო იბომბება და ხვალდაზე რეგიონში ხანძარი რო უნდა გაჩნდეს და ნახევარი საქართველოს მიყიდეთ იმგეს არაბებს და არაბები რო ჩამოსახლდებიან თავის ნაკრძალებზე და დასახლდებიან საკარს აშენებენ იგი უნდა უწონდეს შენახული მაქვს ბა ცოტა თუთუნის დეფიციტი მაქვს და სიგარეტს ვანასვლი ეს უნდა მომწონდეს თურმე კაი სისულელებზე არ ვლაპარაკობ რა ახლა თუ მაგას ვერ ხვდება ადამიანი ნუ აზრი არა აქვს რა თუ მეთანხმები თუ მეტეს ყველაფერში შედალოცულო რა ტყილს გეუბნები რასაც ვამბობ ტყილს გეუბნები რასაც ვამბობ სხვაში რატო არ მეთანხმდები იმიტომ რომ შენ თვითონ აგაქვს სარგებელი რაღაცა ხელისუფლებიდან შენ თვითონ ახარ კმაყოფილი ხელისუფლები რაღაცას გაჭმევს გასმევს ეთყობა და ყველაფერში მეთანხმები გარდა იმისა რომ ბიძინაა ცუდი კაცი და ქოცები და არა ეს ნახევარი სიმართლე არაა სიმართლე შენ რო გამძღარი იყო და შენი ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს არ ნიშნავს იმას რომ მთელი ქვეყანა კარგად იყოს ბიძინა ივანიშვილის დედას შევეცი მე პირადად გაათახსირა და წაბილწა და გადააგვარა მიშან ვერ შეძლო ერის გადაგვარება ისე როგორც მაგან შეძლო და ჩამოგითვლი ეს მთელი ეს გეი პარადობია და ეს ყველაფერი მაგის დროს დაიწყო და მთელი ისა რა ქვია ნარკოტიკების აღვირახსნილი კამპანიები და მთელი ეს უბედურება და მთელი ეს ეროვნული იდეოლოგიის მიმართ ბრძოლა მაგის დროს რო იყო გაშემაგებული მიშას დროს არ ყოფილა ის ხო ნავთობის დეფიციტი შეეხო თუთუნსაც კი ვაი მაგ ხრი უკვე სხვა ისაა კიდე რომ ბრიტანეთში უკვე 100%-ით გაძვირდა ისა რა ქვია გაზი უკვე ბოლო პერიოდის რეკორდულ ნიშნულზე არის ასული ბენზინი და ეხლა რო გაგიძვირდებათ გზავრობა, საჭმელი, სასმელი, გადასახადები მადლობა ბატონ ბიძინას უთხარით და კიდევ ის უთხარით ისი მადლობა ამერიკის და ისრაელის საელჩოს მიადექით ჩეკებით და უთხარით რომ გადაგიხადონ რამენაირად გადასახადები თქვენ არაფერ შუაში არ ახართ რატო გაგიძვირდეთ ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ აი ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ბიძინას და ბიძინისტებს ისევე როგორც ძალიან ცუდად უმთავრდებათ უკნიდან განათლებულებს ეს ყველაფერი გუშინ აი შეხედეთ ხალხი რადგან ზომბირებულია და ავადმყოფია გამხდარი გუშინ წინ დავწერე სპეციალურად მეთქი ფაქტი იყო ჩანდა რომ ამერიკელებს უჭირდათ და ისრაელსაც ძალიან უჭირდათ ეთყობოდათ ყველაფერში გამოიხატე დამაინტერესა ვეძიე მეთქი საიდან მოდის ეს პრობლემები და მივაგენი იმას რომ არის ვრცელი სტატია რომელიც დავწერე გავათენე მთელი ღამე იმის ძებნაში და იმაში და დავდები უბრალოდ რომ რეალურად პრობლემა არის იმაში ყველა ომს რაღაცა რომელიღაცა მხარეს ყველა ომში აქვს რაღაცა ძირითადი პრობლემა ნუ ირანის მთავარი პრობლემა არის რომ საჰაერო სივრცეს ბოლომდე ვერ იცავს ისე როგორც უნდა დაიცვას მაგრამ ამათი პრობლემა არის უფრო უარესი. ესენიც ვერ იცავენ საჰაერო სივრცეს ირანული რაკეტებიდან და უფრო მეტი პრობლემა არის. იმიტომ რომ ისრაელი ერთიმკაველია საერთოდ, ბაზები შეზღუდული არის და იმ ტერიტორიებზე ცუდად წავა საქმე. გემები კიდე სპარსეთის ყურეში ტყვეთა აყვანილი. და როგორც იქნა მივაგენი იმას, რაც გამოჟონა ინფორმაციებმა რეალურად ამერიკის ჯარში რა პრობლემებიც იყო, პრობლემა იყო იმაში, რომ სისტემა, რომელიც ქმნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც იქმნება ძალიან რთულად, ის ჯდება ძალიან ძვირი და არის ძალიან ძნელად საწარმოებელი, რამაც უნდა შეაკავოს ის საფრთხე, რომელიც საფრთხეს ირანიდან მოდის, ისრაელისთვის და შეერთებული შტატებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის. ეს არის ირანელებისთვის უმარტივესი რაღაცა. ისინი ქმნიან დრონები იქნება, რაკეტები იქნება, თუ რა იქნება, ყველაფერს ძალიან მარტივად, ძალიან ბევრი აქვს ბარაკი და შეუძლიათ უწყვეტ რეჟიმში აწარმოონ ეს ომი, ამიტომ აქვს ეს უპირატესობა სამხედრო თვალსაზრისით. დავწერე, დავდები.
ატყდა კივილწივილი შენ ეს რუსებმა გითხრე შეპროპაგანდისტო შეასეთო შეისეთო შეიყარა მთელი დუნია ამ ჩემ გვერდზე ატყდა წივილი კივილი მთელი უბედურება და ასე შემდეგ აი ხო ჩემ მოგონილი არ არის ეს ამაზე აქცენტირებდნენ ამერიკელები ექსპერტები თვითონ ამაზე აქცენტირებდნენ თვითონ სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანები და წერდნენ ამას და ეს პრობლემა იყო რომელსაც ძალიან ფარავდნენ მითითებულია კაცო military watch-ი ამას წერს daily mail-ი ამას წერს არა სირს დებილს გამოყლებულს არ ესმის ვაჩვენებ წყაროებს ჩემი მოფიქრებული არ არის ეს არის აი ამ წყაროებზე დაყრდნობით დაწერილი ეს სტატია არა შენ რუსეთი ხარ შენ ირანი გიყვარს რა გაგიკეთა აიათოლა მამნაირი დებილი სირი ჩამოყალიბებული სუფთა ხო გამოვიდა აგერ დღეს რუბიო და პირდაპირ განაცხადა რომ ისინიო რასაცო თვეშიო ქმნიანო 1000 წელ რაკეტასო ჩვენო მისაწინააღმდეგოთო 5-6 წელს ვაწარმოებთო და გაგვიჭირდება აბა რა იქნებაო აბა რა იქნება თქვა აი ესეც რო თქვა და აღიარა საღოლმის ვაჟკაცობას ეს უკვე იმის ნიშანი არის რომ თუდათ აქვს საქმე არა ამათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა უნდა ეშველოს ამდენ დაყლებულ ხალხს რომელიც ერში ძალიან ბევრია უშავნოდარა სანამ არ იტყვის სანამ მაგათი ექსპერტები არ იტყვიან და სანამ მაგათი მოაზროვნე ის ინტელექტუალური ის არ იტყვის მანამდე რა თუნდა ლაპარაკი ჩვენ ჩემ სიტყვას რა ფასი აქვს ჩემო ძმაო ჩემ სიტყვას რა ფასია ხო და მოკლედ იმის თქვა მინდა რომ საერთო ჯამში ყველაფრის რა აქ ამ ყველაფერს თავი და ბოლო ანუ წყარო საიდან მოდის რატომ მოახერხა შეერთებულმა შტატებმა გადაევლო ლიბიისთვის იუგოსლავიისთვის ერაყისთვის ну სხვადასხვა ვენესუელასთვის სხვადასხვა ქვეყნებისთვის რატომ მოახერხა იმიტომ მოახერხა რომ არ იყო იმ ქვეყნების საზოგადოება იმ იდეოლოგიით აღზრდილი და ის ქვეყნები არ იმართებოდნენ იმ იდეოლოგიით რომელი იდეოლოგიითაც იმართება ირანი ირანს არ აყავს დიქტატორები ამ დებილებს ისიც ვერ გაუგიათ დიქტატორი რას ნიშნავს და სულიერი ლიდერი რას ნიშნავს ვერ გაუგიათ ვერ ხვდებიან რომ დიქტატორულ სისტემაში პიროვნების კულტზე პიროვნებას კლავ და მე ყველაფერი ექცევა მაგრამ რელიგიურ სახელმწიფოში როდესაც შენ ამ რელიგიის ყველაზე მძიმე მარხვის პერიოდში თავს ესხმი უკლავ სულიერ ლიდერს უკლავ რა ვიცი ბავშვებს ახალგაზრდობას ყველაფერს შიიტურ რელიგიას მინიმუმ უნდა იცნობდე რომ შენ ამით იმას კი არ ასუსტებ შენ ამით ხდი ამ ადამიანს ჯერ ისე ნორმალური ადამიანის გონებაშიც ასია მაგრამ რელიგიურ ფაქტორში შენ კინაბეტონის სიმტკიცეს უკეთებ მის პიროვნებას და როდესაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 90% ამ რელიგიის მიმდევარია და ეს ადამიანი არის სულიერი ლიდერი მთელი შიიტი მუსულმანების ყველას მტრად იყიდებ და ვერ გატეხავ შენ ამ საზოგადოებას ისევე როგორც საბჭოთა კავშირმა ვერ გატეხა თავის დროზე ავღანეთი ისევე როგორც თვითონაც ვერ გატეხეს ავღანეთი და ჩასვლილები გამოიქცნენ მაგრამ ირანი ავღანეთი არა ირანი ესა უძველესი იმპერია რომელმაც დაცემის ეტაპების გადაიარა ფეხზე დადგომის ეტაპების გადაიარა გარყვნის პერიოდის გადაიარა ყველაფერი გადაიარა მაგრამ დარჩა და ეს ყველანაირი გამოცდილების მატარებელია და ამ გამოცდილების შესაბამისად აიათოლამ ააწყო ეს სისტემა რომელიც სისტემაც თხემით ტერფამდე არის გამჯდარი ამ ხალხში და ამ ქვეყანაში რა გინდა თქვენ ამ ქვეყანას რო უქმნათ ამით შეგიძლია
ერთადერთი რამე რითაც შეიძლება გააღვიძო ის დაძინებული ძალა, რომელიც იყო მისთვის, არავის თავს არ ესხმოდა და ითხოვდა უბრალოდ მისი ნორმალური არსებობისთვის ცხოვრებას. ერთადერთი რაც შეიძლება ამ იდეოლოგიის ადამიანებს არ ემდრო და მასთან იქონიო ნორმალური ურთიერთობა. ახალი სასწაული კიდე. იმედიაო იმასო, რა ქვია, ატომს ვერ შექმნისო. ხო, სხვა შორის რაშია საქმე, იცი? აქამდე თუ არ ქმნი და აწი შექმნის. აქამდე თუ არ ქმნი და აწი შექმნის. და ძალიან კარგადაც შექმნის. რატო არ უნდა შექმნას? რატო არ უნდა შექმნას, როდესაც ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აჩვენებენ, რომ მხოლოდ ძალას ცემენ პატივს, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები ეს არის ფიქცია, აბსოლუტურად ყველანაირი მოლაპარაკებები ეს არის ფიქცია და რომ არანაირად არ შეიძლება ესა რა ქვია, ამერიკელებთან მოლაპარაკებების გამართვა. რატო არ შექმნის? აქამდე თუ ქონდათ შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, რომ თავიანთი სულიერი ლიდერის ბრძანება იყო, მართლა მშვიდობიანი ცხოვრება უნდათ, არ აყენებთ. არ აყენებთ, ვინც ახართ იგეთ დასავლეთის მომხრეები. და შექმნის. თუ მთლიანად არ დაბომბეს და თუ ბირთვული რაკეტებით არ გაასწორეს, ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. იმიტომ რომ ასე რო გასწორდეს ირანი მიწასთან, მერე ჩემო კარგებო, მარტო ბირთვული ყვამლი დაახჩობს ისრაელს და მის მოკავშირეებს იქ. ამიტომ თუ აქამდე 20%-ზე ზევით არ ამდიდრებდა, გამდიდრებს. რა პრობლემაა? ჩრდილოეთ კორეამ ხო შექმნა. რატო ვერ შექმნის? ერთადერთი რაც ჭირდება ირანს, ჭირდება უბრალოდ გამდიდრება. 20%-ზე აქვს და ჭირდება კიდე 70%. და რატო არ უნდა შექმნას კითხვას ვსვამ? რატო არ უნდა შექმნას? მე კითხვას ვსვამ ნებისმიერს. ისრაელს აქ უფლება ქონდეს, ამერიკას აქ უფლება ქონდეს, რუსეთს აქ უფლება ქონდეს, პაკისტანს აქ უფლება ქონდეს, ინდოეთს, ჩინეთს, ჩრდილო კორეას, საფრანგეთს. თავის დროზე სამხრეთ აფრიკასაც ქონდა, სანამ თვითონ არ გაანადგურა თავისი ხელით. რატო არ შეიძლება იმას რა ქვია? ირანს ქონდეს? ვინმეზე ნაკლები ერია, ვინმეზე ნაკლები განათლებით, ვინმეზე ნაკლები კულტურით, ვინმეზე ნაკლები ისტორიით, თუ ასე რატო არ აქვს უფლება? ეს ხმის ვინმეს თავს ამ ქვეყნებიდან ვინცაა ჩამოთვლილი ყველა ომის ინიციატორები იყო, ამერიკაზე არ მაქვს საუბარი, ფრანგებზე არ მაქვს საუბარი, ინგლისელებზე არ მაქვს საუბარი, ისრაელზე არ მაქვს საუბარი, რუსეთზე არ მაქვს საუბარი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩრდილო კორეა, ყველა აგრესიული ქვეყნები არიან. ყველას აქვს, ნუ ირანი არავის დასკვნია 200 წელიწადია თავს. რატო არ აქვს უფლება? იმედია შექმნის. მეც მაგასაც გეტყვით, რომ იმედია შექმნის და როდესაც შექმნის, აი მაშინ ყველა დაანებებს თავს. და აღარ იქნება ომი რეგიონში. და იმედია ისე წაიმტრევს ისრაელი და ისე წაიმტრევს შეერთებული შტატები წვირვირს, რომ მეჯერ რეგიონის არევის სურვილი არ ექნება. აბა რა ვიცი მე ახლა, რაშია საქმე? რატო არ აცლით იმ ხალხს მის ქვეყანაში მისი წესით არსებობას და მისი წესით ცხოვრებას? ჩვენ ატომური ბომბი არასდროს არ გქონია. ჩვენს ტერიტორიაზე კი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგრამ ატომური ბომბი არ იყო. ატომური პროექტი იყო საქართველოში, მაგრამ ატომური ტექნოლოგიები ატომურ ბომბს არ ნიშნავს. საქართველოში რა შეჭirdებოდა? საქართველოში ჭირდებოდა დებილი და გამოსირებული ხალხი. ამიტომ გაანადგურებია ეს ქვეყანა თავისი ხელით. რომ ატომურ სახელმწიფოს ამ დონეზე მე ვეღარ დაიყვანე. ისევე როგორც უკრაინელებს გაანადგურებია ეს მისი ხელით და გააბარჭაკებია ეს ქვეყანა. აი ამაში არის მთელი ძალიან ცუდად მიგდით საქმეები. აი ერთ კვირაში ვნახავ. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ერთ კვირაში ვნახავ როგორ იცეკვებთ კიდე. ერთ კვირაში. როგორ დიდი ბედნიერებით. ცხეთაში იყო კვლევითი ცენტრი, არ ყოფილა აფხაზეთში. ჩვენ რო ქონოდა ატომური ბომბი
ამდენი ხანი სხვაზე არა და ერთმანეთზე ნასროლი გვეკნებოდა. მოკლედ, საკითხის ვრცელი გარჩევისთვის YouTube-ის არხზე, რომელი საათია? დაახლოებით 1 საათნახევარში მექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი და იქ გავცემ თქვენ კითხვა-პასუხს თავს. მანამდე კი ერთი ეს ძალიან კარგად იცოდეთ, რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება. ეს ქვეყანა და ეს საზოგადოება ვერ გადარჩება. და იმასაც გეტყვით, რომ არც უნდა გადარჩეს. იმიტომ რომ აი ესეთმა დებილმა და ესეთმა ავადმყოფმა არ უნდა იარსებოს. არ უნდა იარსებოს, ეს ველური ბუნების ისაა, რა ქვია. გამოსავალი არის ერთი. ახლა რო ადიდებთ ბიძინას ნორმალური გზისკენ და ნორმალური ხალხის ხელში გადააბაროს ქვეყანა და მოატრიალოს საქმე. თქვენი კოცების პოლიტიკა ვრცელდება მარტო იმაზე, ვინ დაждდეს დებატებში და კობახიძეს ვინ ეტლიკინოს და ასე იყოს და ისე იყოს და თავზე ქვეყანა გემხობათ. და ამას ვერ ხვდებით. ამიტომ ომი თვითონ დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე. ხო და მე აი ეს ზოგიერთი დღეს რო ქუჩაში დარვიხართ იმის, რა ქვია, ამერიკის დროშებით და უკრაინის დროშებით და ასე შემდეგ, არ დაგინახოთ ხელში ძალიან მალე რუსული, ირანული და შეიძლება ჩრდილოკორეული დროშებით.